ბატონო გიორგი, მოკლედ რა მოხდა რეალურად აეროპორტში, როდესაც თქვენ ჩამოხვედით თბილისში, რადგან ეს არ იყო პირველი თავდასხმა, რაც ნახეთ ჩვენ, რა ხდებოდა, რომ მოუყვეთ მაყურებელს და როგორ აფასებთ იმას, რაც ხდებოდა საერთაშორისო? არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, ხდებოდა ის, რაზეც დღევანდელი ოცნება, რაც დღევანდელი ოცნებისთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახდა. როდესაც ივანიშვილმა ბიძინამ ძალადობა აქცია ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებად. ეს აქ რაღაც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს თავს ესხმენ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ქალს, დედის ტოლა ქალს თავს დასხმოდნენ ამის ინსტრუქცია ვიღაცამ გაზეთს. სინამდვილეში ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ გავიაზრეთ, რომ დღევანდელი ოცნება არის ის ძალა, რომელიც ანგრევს ჩვენ კულტურულ იდენტობას, ჩვენს ტრადიციებს და ყველაფერ ქართულს და ქართველობას. ადამიანი, რომელიც ავალებს ახალგაზრდებს, თავს დაესხნენ დედის ტოლა ადამიანს, ქალბატონს და შემდგომ გამოვლენ და რაღაც პატრიოტიზმზე გველაპარაკებიან, ესენი უსირცხვილო ადამიანები არიან უბრალოდ, მათ არანაირი ადამიანობა უკვე აღარ აქვს, ქართველობაც აღარ აქვს. ამიტომ უნდა აღიარონ მათ, რომ საქართველო მათი სამშობლო არ არის, მათი სამშობლო არის მხოლოდ და მხოლოდ ფული, ის მოპარული ფული, რომელიც ქართველ ხალხს მოპარეს ბოლო წლების განმავლობაში და შესაბამისად უნდა თქვან, რომ მათ სამშობლო ფულია და არა ეს ქვეყანა და ემსახურებიან ამ ფულს. ამიტომ იცავენ აი ასე ყველანი ერთად ივანიშვილი ბიძინას ფულს, პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მერი რო დადგებიან და გვიყვებიან, რომ თურმე არასამართლიანმა ევროპამ დაასანქცია, შვეიცარიამ დაასანქცია ივანიშვილი ბიძინა და სინამდვილეში რო ჩახედოთ 3 წლის შემდგომ Forbes-ის მონაცემებით 3 მილიარდით არის გაზრდილი მისი ქონება. ამ დროს ეს ადამიანი გვეუბნება, რომ თურმე ქველმოქმედებაში ჩადო, ფული წაართვეს, თან ყველაფერი გააჩუქა საქველმოქმედო ფონდებში და თვითონ 200 მილიონი დაიტოვა და სინამდვილეში თურმე ბიზნესებიც ქონია საქართველოში, ეს ერთი და მეორე 3 მილიარდით გამდიდრდა ეს ადამიანი. ეს ყველაფერი არის საქართველოში მოპარული საქართველოს მოქალაქეებისთვის და ბიუჯეტიდან მოპარული ფული. ამიტომ შემდგომ ამ ფულის დასაცავად მე დამესხმებიან თავს კი არა. პრეზიდენტს ყოფილ მეხუთე პრეზიდენტსაც ესხმიან თავს. საქართველოს რიგით მოქალაქეებს ესხმიან თავს. ახალგაზრდებს უბრალოდ იმისთვის, რომ ისინი კითხვებს სვამენ. სხვაგვარფრის არ განსხვავებული აზრი აქვს და კითხვებს სვამენ. მათ საქართველოს მომავალი სხვანაირად წარმოუდგენიათ. ასე რომ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ დღევანდელი ოცნების სამშობლო არის ფული და ისინი ემსახურებიან ფულს. ეს ყველამ უნდა გაიაზროს. მათ ვინც სამწუხაროდ ბოლო არჩევნებში განსაკუთრებით მათ ხმა მისცეს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ არც ერთი დაპირება, მთავარი დაპირება, რომელიც იყო, არ შეასრულეს. პირველი რასაც პირდებოდნენ, რომ ჩვენ მიგიყვანთო ევროპაშიო და ზუსტად არჩევნებიდან რამოდენიმე კვირის შემდგომ ევროპაში გაწევრიანების პროცესი გააჩერეს და უარი თქვეს. მშვიდობას დაპირდნენ და აი აგერ ხედავთ როგორი მშვიდობაა, ძალადობა გახადეს ქართველებს შორის ურთიერთობის მთავარი არგუმენტი. რაღაც გადამთიელის იმაზე კი არა ვარ თავდასხმა ერთმანეთს შორის ძალადობა გახადეს. ამიტომ მათ ყო არა გახდა ეს ხალხი ჩვეულებრივი და ამას ყველაფერს ჩემ და სამწუხაროდ, ჩვენ და საუბედუროდ, თითოეული საქართველოს მოქალაქის საუბედუროდ აკეთებენ იმისთვის, რომ ემსახურებიან მათ ნამდვილ სამშობლოს და ეს ნამდვილი სამშობლო არის ფული. არც რუსეთი, არც ჩინეთი, ფულია მათი სამშობლო და ფულის მსახურება მათი მისია და ცხოვრების მიზანი. ბატონო გიორგი, ვისარგებლებ ამ შემთხვევაში, რადგან ოპოზიციური პარტიები აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ერთადერთი პარტია გიორგი გახარიას პარტია, რომელმაც არ ჩახსნა მანდატები საქართველოს პარლამენტში, ამბობენ, რომ თუ კი სურს გიორგი გახარიას ერთობა და ერთიანობა, ამ შემთხვევაში ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილებაშიც. ჩვენ გვახსოვს თქვენი განცხადება, რომ როდესაც საჭირო იქნებოდა ამ ნაბიჯს გადადგავდეს. აი რას აპირებს გიორგი გახარია, აპირებს რომ ჩახსნათ მანდატები, როგორც ამას ამბობენ. ჩვენი პარტია, ჩვენი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ერთსულოვანია მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს. ერთსულოვანია მაშინ, როდესაც ეხება საკითხი ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ერთსულოვანია მაშინ, როდესაც ახალი არჩევნების, სამართლიანი არჩევნების დანიშნავს. ამაში ჩვენ რა თქმა უნდა ყველანი ერთსულოვნები ვართ და ყოველდღიურად ამაში ერთობლივად მუშაობ. სხვა ყველაფერი და რა თქმა უნდა ჩვენ ერთსულოვნები ვართ, რომ ამ პარლამენტს გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ეხნება, დანარჩენი მერწმუნდეთ.
ჩვენს გადაწყვეტილებებზე ვერც ერთი პარტია, ვერც ნაციონალური მოძრაობა, ვერც ოცნება ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს. არ ვექვემდებარებით ჩვენ ასეთ ზეწოლებს. მაგრამ ეროვნული დონის საკითხებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთიანები ვართ და ერთობლივად ვიბრძოლებთ და ყოველ დღე ამას ვადასტურებთ და ამ ბრძოლის წინა ფლანგზე ჩვენ ვართ ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტ ჩვენ გვესხმიან თავს და ძალიან ვთხოვ ყველას გაუფრთხილდეთ ეროვნული დონის საკითხების ირგვლივ ერთიანობას და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მხარდამჭერები, ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები ეროვნული საკითხების ირგვლივ ერთიანობის და ჩვენ ეს დაგვიდასტურებია, დაგვიმტკიცებია მომავალში, წარსულში და მომავალშიც დავამტკიცებთ. ან როგორც ვუხდი, ჯერჯერობით არ აპირებთ მანდატს. არა, ჯერჯერობით არ ვაპირებთ. ჯერჯერობით არ ვაპირებთ. რა იქნება მომავალში? ამას მომავალი გვანახებს. კი ბატონო, და ბოლო კითხვასაც დავისვამ, თქვენი ყოფილი ხალხში, აი რა მოლოდინები გაქვთ იმ შეხვედრების ვიზიტების ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ბოლო პერიოდში დასავლელ პარტნიორებთან, რა ელოდებით ჩვენ პარტნიორ ქვეყნებისგან? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხის ნება, რომელიც დღეს აქ არის, ეს არის ქართული ნება, ეს არის ქართველი ხალხის ნება, რომ ჩვენ გავხდეთ თანამედროვე თავისუფალი ევროპული ოჯახის წევრი, იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობა დავიცვათ. აი ამ უჯიშოებისგან, რომლებიც ქალებს თავს ესხმიან, დედის ტოლად ქალებს თავს ესხმიან, აი ამ უჯიშოებისგან, რომ ჩვენი თავი დავიცვათ, ამისთვის გვჭირდება ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ჩვენი სახელმწიფო დავიცვათ, ჩვენი კულტურული იდენტობა დავიცვათ, ჩვენი ეკლესია დავიცვათ, ჩვენი რწმენა დავიცვათ და სამართლიანობა, რაც მთავარია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ადამიანების ერთი ჯგუფი, რომელმაც ძალაუფლება უკანონოდ ხელში ჩაიგდო, იმისთვის, რომ თავისი ფული დაიცვას და თავის ფულს, თავის ნამდვილ სამშობლო ფულს ემსახუროს, ამისთვის არ ჩაგრავდეს დანარჩენ ქვეყანას. აი, ამისთვის ჩვენ ვუხსნით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ქართველი ხალხის ნება 85%-ის ნება არის, რომ ჩვენ გავხდეთ სრულფასოვანი წევრები ევროპული ოჯახის. მადლობა ძალიან.